სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. და მიმდინარეობს განსაკუთრებული წმინდა დღეები, ქრისტეშობის წინა დღესასწაულის, წმინდა მარხვის დღეები და ბუნებრივია, მეტად მნიშვნელოვანია და სულისთვის სასარგებლოა მამათა შეგონებანი სხვადასხვა საქმეებების გამო და მე დღეს თქვენ წაგიკითხავთ მამათა შეგონებებს, სწავლებებს ღვთის მოსაობის შესახებ. წმინდა მღვდელმთავარი გრიგორი ღვთისმეტყველი. ქრისტეს რჯული დაუმარცხებელი ძალა. ისევე როგორც ვერცხლის წყალი ბარომეტრში იკლებს და იმატებს, მაგრამ არ ქრება, წვრილფეხა და უვიცი ადამიანები მწარედ ცდებიან, როცა ქრისტიანობას დაღუპვას უწინასწარ მეტყველებენ. უიმედობა მზითებია, რომელსაც ურწმუნოები იღებენ სიკვდილიან ქორწინებისას. ქრისტეს ეკლესიას უფრო მძიმე დროც დასდგომია, მაგრამ მეომრები სულით არ დაცემულან და ბრძოლა არ წაუგიათ. წაიკითხე წმინდა ბასილი დიდი, რა ხდებოდა მაშინ ეკლესიასა და დედამიწის ზურგზე, უკუნი ღამე მღელვარე ზღვაში. თითქოს მოახლოებული იყო სამყაროს დასასრული და უფლის სამჟავროს დრო დამდგარიყო. და ჩაიქროლეს საუკუნეებმა უფლის რწმენა არა მარტო არ ჩაქრა, არამედ გავრცელდა მთელს დედამიწაზე და ქვეყნიერების ყოველი კუნძული გაანათა. თუმცა მისი ნათელი ყველას თანაბრად არ მოეფინება, მისი სხივები მაინც ყველგან აღწევენ, ზოგან პირდაპირ და ზოგანაც ირიბად. სად არის ამაღლებული მჭერმეტყველება? ჰაერში გაიფანტა. სად არის ელფერი სიჭაბუკისა? დაიღუპა. სად არის დიდება? განქარდა. სად არის სიჯანსაღე სხეულისა? ავადმყოფობამ შემოსრა იგი. სად არის სიმდიდრე და ქონება? ნაწილი ღმრთისადმი შეწირული, ხოლო ნაწილი ადამიანურმა შურმა მიიტაცა ბოროტ მოქმედთა ხელით. ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავებში განისვენებენ. მხოლოდ სამშობლოღა დამჩა, მაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაწევა. ახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარ, უცხო მხარეში დავეხეტები, წუხარებით სავსე ცხოვრებასა და მიხსნილ სიბერეს მივათლევ. არც ქალაქი გამაჩნია, არც სახლდარი და ვეღარც სულიერ შვილებს ვხედავ. თუმცა მათწეს რუმით ძლიერ ვარ დამწუხრებული. დღესა და ღამეს მარტოობასა და ხეტიალში ვატარებ. სად დასილდება ჩემი სულის სხეულს? სად შევხვდები აღსასრულს? რომელი მიწა, რომელი გლახაკთ მოყვარე სამარი შემიფარებს? ვინ დამიხუჭავს სიკვდილის წინ მიმქრალ თვალებს? მართმორწმუნე და ქრისტეს მეგობარი თუ ვინმე ღმრთის მგმობელი? ყველაფერი ამოვა და ქარს მიაქვს. მე კი სულ მოკლეს მაწუხებს აზრი, ჩემს სხეულს კუბოს მიაბარებენ თუ გარეულ მხედსთა შესაჭმელი გავხდები. ფერფლად ვიქცევი და ჰაერში გავიფანტები, თუ კუბოს გარეშე სადმე უფსკულში ჩამაგდებენ. მდინარე დამალყოფს თუ ხანგრძლივი წვიმები. თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი გვამის თლიანობა დაირღვევა. რამე თუ ბოლო ჟამს უფალი აღადგენს და შეკრებს ყველას, იმათაც კი ვინც სიკვდილის შემდეგ ფერფლად იქცა, ან ნადირთა საჯიჯგნი გახდა. მხოლოდ შენ აღზრავ ჩემში ცრემლსა და შის, უფალო. ქრისტე მეუფეო, შენ ხარ ჩემი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე და ჩემი ნეტარება. შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის. ნეტავ მეღირსოს ღმერთო, რომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარების საზღაურად განსვენება პოვო შენში.
წმინდა მღვდელმთავარი ივანე ოქროპირი. თუკი ეკლესიის ჩვენდანი ეგეოდენის რუნვის პასუხად ისეთნივე დავრჩებით, როგორებიც ადრე ვიყავით, თუკი მრისხანე არ დამშვიდდება, თუკი ბრაზიანი არ დაწყნარდება, შურიანი კეთილის მოსურნედ არ იქცევა, ვერცხლის მოყვარე თავის ნაკლს არ დაივიწყებს და მოწყალების გაცემასა და ღატაკთა დაპურებას არ დაიწყებს, გარყვნილი უმანკოდ ცხოვრებას არ შეუდგება, ამო დიდებას ადევნებული მის დათრგუნვას და ჭეშმარიტი დიდების ძებნას არ ისწავლის, ხოლო იგი, ვინც მოყვასის სიყვარულზე არ ზრუნავს, არ შეიცვლება და არ დააჯერებს საკუთარ თავს, რომ საკმარისი სულაც არა მეზვერეს ჯობდეს, თუ მხოლოდ თქვენს მოყვარულებს შეიყვარებთ, რა საზღაური გექნებათ. განა მებაჟენიც ასევე არ იქცევიან, როგორც ამბობს წმინდა წერილი. ისეთ სულიერ მდგომარეობას უნდა მიაღწიოს ადამიანმა, რომ მტრებსაც კი სიმშვიდით უმზერდეს და ძლიერად უყვარდეს ისინი. ხოლო თუკი ჩვენ ყოველდღიურად ვივლით აქ ეკლესიაში, თუ გამუდმებით ყურს მიუგდებთ ამ დარიგებებს, ქადაგებებს, თუ ბევრს ვიმარხულებთ, მაგრამ დაუბრუნდებით თუ არა ღმრთის ეკლესიიდან, უმალ ვეცემით ჩვენს მონებს, მეზობლებს თუ ახლობლებს და სულიერად დავიწყებთ მათ ჭამას, მაშ მითხარი, განა ფუჭი არა აქვს საათობით გომა და მუცლის შიმშილი. არქიმანდრიტი რაფაელი. დღეს ამ სოფლად ადგილი ყველას აღარ ყოფნის. თუ კაც პატიოსანი და სულიერი ცხოვრება სურს, მისი ადგილი ქვეყანაზე არ მოიპოვება. სამართლიან კაცს სხვები როგორც წესი ბოლო ადგილას აყენებენ, ან და საერთოდ ართმევენ ადგილს. ასეთ ადამიანებს უსამართლოდ ექცევიან, ფეხით თელავენ ისინი, ვინც როგორც იტყვიან, გვამების გავლით მიიწევენ წინ. მაგრამ რაც უფრო მეტად ავიწროებენ ამ კაცს, რაც უფრო ქვევით ეწევიან, მით უფრო ძლიერ შეეწევა და მით უფრო მეტად აღამაღლებს მას ღმერთი. როგორც წყალი აგდებს ზედაპირზე ტივტივას, მაგრამ აქ დიდი მოთმინება არის საჭირო. მოთმინება ბევრ რამეს მიუჩენს ხოლმე თავის ადგილს. მამაო, არ მაქვს მტკიცე რწმენა და ვგრძნობ, რომ სუსტი ვარ. იცი რა ქენი, პატარა ბავშვი ჩაებღაუჭე ღმერთს, როგორც შენს მამას და ხელი არ გაუშვა, სწორედ მაშინ იგრძნობ ძალასაც და სიმტკიცესაც. წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი. ადამიანთა გზები აუცილებლად იკვეთება და დაპირისპირება შეტაკება გარდაუვალია. რადგან ერთნი აღმოსავლეთისაკენ მიემართებიან, მეორენი კი დასავლეთისაკენ. ჩვენ ან წყდიადიდან სინათლისაკენ მივდივართ, ან სინათლიდან წყდიადისაკენ. თუ წყდიადიდან სინათლისაკენ მივისწრაფით, ჩვენ წინააღმდეგ მთელი სამყარო ამხედრდება, ხოლო თუ სინათლიდან წყდიადისაკენ, მაშინ ზეცა განგვეშორება, ძალა მოიკრიბე და ისწრაფე იქითკენ, საიდკენაც მიდიოდნენ მართალი რწმენის მოწამეები. ასეთი შეგონებენია ამ მამათა მიერი და შევეცადოთ, რომ გავითავისოთ ეს ყოველივე, ძალა მოვიკრიბოთ, უფრო მეტი რწმენით ვიცხოვროთ ამიწიერ ცხოვრებაში, რათა ქრისტეს შობის დღესასწაულსაც ღირსებით, ღირსეულად შევხვდეთ და რაც მთავარია, ქრისტიანში გამართლდეთ. ერთმა დაგლოცოთ და